დღეს სვეტიცხოვლობაა, ძალიან დიდი დღე საქართველოსთვის. დღეს არის ასევე ხსენება მირიან მეფისა და ნანა დედოფლისა. ხსენება ასევე სიდონიასი და დედამისისა, ქრისტესთვის პირველ ნებულისა, აბიათარ მღვდლისა, ურიატყოფელისა. დღეს არის ხსენება მელქისედეკ პირველის კათალიკოსისა, სვეტიცხოვლის ამშენებელისა. დღეს დიდი დღეა საქართველოსთვის. გვარავდეთ ჩემო ქართველებო, სვეტიცხოვლის ძალდამალი, გვარავდეთ დღევანდელი დღის ძალდამადლი. ჩემო ქართველებო, როდესაც შეხვალთ სვეტიცხოველში და არა მარტო სვეტიცხოველში, დღეს თუ ხვალ და ქრისტეს ხატის წინ სანთელს აანთებთ, ჩემი უმორჩილესი თხოვნა არის, მეგობრებო, რომ შეავედრეთ ქართველი ერი, ავედრებთ კიდეც ვიცით, მაგრამ დაამატეთ ასეთი სიტყვები: ღმერთო, შეაყვარე ქართველს საქართველო. ღმერთო, მიმადლე ქართველ ხალხს სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი. რატო ვამბობ ამ სიტყვებს? ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ჩვენ თვალწინ კვდება ჩვენი სამშობლო. ვინ სოფელთან შეხება გაქვთ, ხედავთ ყველანი, რომ სოფელი კვდება კი არა, მკვდარია უკვე. დათვალეთ სოფელში სახლები, ცარიელი და ის სახლები, სადაც ცხოვრობენ, დაღმოაჩენთ, რომ უკვე დაცარიელებული სახლები ბევრად აღემატება ცხოვრებს სახლებს. სოფელში ბავშვები აღარ არიან, კვდება ქვეყანა. ჩვენ თვალწინვე ხდება ეს. განარკომანებულია ახალგაზრდობა და იქნებ დაუფიქრდეთ, ჩემო ქართველებო, ვის ინტერესებში შედის ყოველივე ეს? 2018-ში ვის უნდოდა პლანტაციების გაშენება საქართველოში? იქნებ დაუფიქრდეთ, ჩემო ქართველებო, იქნებ დაუფიქრდეთ, ვისი ეს კაზინოები ქვეყანაში ძარცვავს, იქნებ დაუფიქრდეთ, ვისია ეს გარყვნილების ბუნაგები, აგრე ძალიან რო არის გაზრდილი პროსტიტუციისა და მამათმავლობის ხარისხი. დაუფიქრდეთ, ვინ აკეთებს ამისგან, ყველაფერი ამისგან ფულს. იქნებ დაუფიქრდეთ, დედაქალაქის მერმა რამდენიმე წლის წინ ღამის ეკონომიკა უნდა ავაღორძინოთო. დაუფიქრდეთ, იქნებ ქართველებო, რა არის ღამის ეკონომიკა? კაზინოები, პროსტიტუცია, მამათმავლობა, ღამის კლუბები და ნარკოტიკები. აი ეს არის ღამის ეკონომიკა. სწორედ ამ ბიზნესებზე დგას. იქნებ დაუფიქრდეთ, ჩემო ქართველებო. და ერთი კიდე მინდა გითხრათ. დაუმთავრებლად მიმდინარეობს რუსთაველის აქციები. წლების განმავლობაში იქნებ დაუფიქრდეთ, ხელისუფლება ხომ არ მართავს ამ პროცესებს, რათა მერე ამ პროცესებით საზოგადოება დაშინებული ყავდეს. იქნებ დაუფიქრდეთ, ილუზიონისტი რო გამოდის სცენაზე, აი ფოკუსნიკი, ჩვენებურად რო ვთქვათ კიდე სხვა სიტყვით. მოძრაობებით აკეთებს ისეთ მოძრაობებს, სადაც ჩვენი ყურადღება გადადის და იმ ნამდვილ მოძრაობას, სადაც თავის ეგრეთ წოდებულ ფოკუსს ჩადის, მას ვერ ვამჩნევთ. რატომ აკეთებს იმ დამატებით მოძრაობებს? იმიტომ, რომ ის რისი გაკეთებაც ილუზიონის უნდა ვერ შევამჩნიოთ. მეგობრებო, იქნებ დაუფიქრდეთ და რუსთაველის დაუმთავრებელი აქციები და ნაცების დაბრუნების შიში. სწორედ ეს მართული ქაოსი ხომ არ არის, რათა ვერ შევამჩნიოთ ქართველმა ხალხმა, თუ როგორ იძარცვება ქვეყანა. ვერ შევამჩნიოთ ქართველმა ხალხმა, როგორ ირყლება მომავალი, როგორ ნარკომანდება მომავალი, როგორ უბედურდება, როგორ ცარიელდება სოფლები, როგორ ივსება უცხოელებით ჩვენი სამშობლო. ამიტომ ხომ არ ხდება ყურადღების გადატანა
ანუ ჩვენი აზროვნების ფოკუსირება სწორედ ამ არიქა ნაცები მოდიან ამ პრობლემებზე. იქნებ დავფიქრდეთ ამაზე, ჩემო ქართველებო. აი, როდესაც ანთებს სანთელს თხოვეთ უფალს, მერთო მოგვეცი დაფიქრების უნარი ჩვენი სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე თქო. და კიდე, როდესაც ღვთისმშობლის ხატთან მიხვალთ, ჩემო კარგებო, აი იქნებ დავფიქრდეთ, რომ სწორედ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვარ ჩვენ. და რას ვაკეთებთ, როდესაც ამ ქვეყნიდან გავალთ და წავდგებით უფლის წინაშე, იქნებ დავფიქრდეთ, რომ შეგვეკითხება ჩემ წილხვედრ ქვეყანას ასე დღეში რო აგდებდნენ. გქონდა თუ არა პასუხისმგებლობა მიგეხედაო. რაღაც გაგეკეთებიაო. თუ არ გააკეთებდი, დაფიქრებულიყავი მაინცო. ქართველო, რას უპასუხებ? სადღეგრძელოებს ვამბობდით კარგადო? ასე უპასუხებთ, ხო? განა მეტი რაღა დაგვრჩენია ჩვენი სამშობლოს დამემართებაში. კარგი სადღეგრძელოები, ხმამაღალი სიტყვები და ასე შემდგო. ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას კი უკვე დიდი ხანია ეშმაკები მართავენ. და კიდე, როდესაც მიცვალებულის კუთხესთან მიხვალთ, აი, მიცვალებულის კუთხესთან რომ მიხვალთ, სანთელს აანთებთ, იქნებ დაფიქრდეთ, ჩემო ქართველებო, რისთვის ცხოვრობდა ჩვენი წინაპარი. რა მოგვიტანა ჩვენ? ენა, მამული და სარწმუნოება, ხო? ხო ასია. რას უტოვებ ჩვენს მომავალთაობას? ეკლესიისადმი სიძულვილს, უწმინდესის ლანძღვას, გაზრდილ პროსტიტუციასა და მამათვალობას, განარკომანებულ ახალგაზრდობას, კაზინოებით გაძარცულ ქვეყანას, საქართველოს სავსეს უცხოელებით და კიდე საფრთხე წინ არის. აი, ჩვენი მიცვალებულთა წინაშე, ჩვენი წინაბრების წინაშე, იქნებ დავფიქრდეთ. დანაშაულს ხომ არ ჩავდივართ, კიდევ ერთხელ გილოცავთ, ჩემო ქართველებო, სვეტიცხოვლობას, სვეტიცხოვლის მადლი გვარავდეთ. ყოვლადწდა ღვთისმშობლის ფარველი კალთა გვარავდეთ და გვარავდეთ მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე შეგვწეოდეს იმაში კი არა რომ რა ვიშონოთ და როგორ გავმდიდრდეთ, არამედ იმაში როგორ ვიფიქროთ სამშობლოს გადარჩენისთვის. ღმერთო მიმადლე ქართველ ხალხს სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი. ღმერთო შეაყვარე ქართველს საქართველო. სვეტიცხოვლობას გილოცავთ, ქართველებო.